სალომე. როგორი განწყობა გაქვს? ძალიან კარგი. ილოცავ შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც ამ გადაცემაში იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. მზად ხარ ამისთვის? ვცდილობ, რომ მზად ვიყო. კარგი, ხელები ანახე მაყურებელს, რომ ნიჭიტები არ გაქვს. ძალიან კარგი. შენ შეგვიძლია სტუდიაში სადაც არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებიც დაგისვენ კითხვას და შენ დაუპასუხო მხოლოდ სიმართლე. ასევე მინდა გითხრა, რომ შენ შეგიძლია სამ კითხვას აარიდო თავი, ეს ერთგვარი დახმარებაა ჩვენგან. გასაგებია? ძალიან კარგი, შეგიძლია შეხვიდე სტუდიაში. ბავშვებო, თქვენს ნაშია სალომე ქათამაძე. სალომე, შენ გაქვს გარკვეული დრო, რომ საკუთარ თავზე მოგვიყვე, ვიამბო შენი ბიოგრაფია მოკლე მაინც. გამარჯობა პირველ რიგში, მოგესალმებით. ძალიან საყვარლებით და ლამაზები ხართ ყველა. მოკლედ, ყველაზე საინტერესო რაც არის, სად დავიბადე რაღაცა ესეც რაღაცებს მოგიყვებით. დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ძალიან მაგარი ქალაქია. და გავიზარდე გარკვეული წლები ვიცხოვრე მოსკოვში, მერე ისევ ქუთაისში და მერე თბილისში ჩამოვედი, აქ გავაგრძელე სწავლა. აქ დავიწყე ჩემი მუსიკალური საესტრადო პირველი ნაბიჯები აქ გადავდგი და დღემდე ვარ აქ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ყველა ჩემი ქალაქია და მიყვარხართ თქვენ. მგონი კარგად გაგვასწრო სალომე თავი. ცოტა საშიშის გამია. დავუსვათ ნებისმიერი კითხვა, აბსოლუტურად ნებისმიერი, რაც გაგაჩნიათ, რაც გაინტერესებთ. სალომე, შენ კი ამბობ სიმართლეს, ისევ გიმეორებ, რადგან ეს არის გადაცემა ხუთის გარეშე. სულ კანინოა 12 წლის. პირველ რიგში გილოცავთ იურმალ და წარმატებით გამოსვლას. მადლობა. და კითხვა, პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ სიმღერის ნიჭი გქონდათ? მე არ აღმოაჩინა, ეს დედაჩემმა აღმოაჩინა. როცა თავის მეგობარი ასწავლიდა რაღაც სიმღერას და თეჩემს რაღაც ერთი ფრაზის გამეორება გაუჭირდა და თურმე მე გავიმეორე. ეს იყო და დაახლოებით 2 წლის თუ 3 წლის ვიყავი რა. და ნუ უცებ ნახე იმღერა თუ რაღაცა ესეთ რაღაც ემოციები გამომამჟღავნეს და შემდეგ უკვე ცოტა რო წამოვიზარდა მე მიმიყვანეს პედაგოგებთან და ნიკოლას სოხაძე 12 წლის. როგორ ფიქრობ, ტოტო კუტუნიაზე უკეთესად ღერით? აუ კი გავარჯობათ. მე ვარ ანი ქურდოვაინძე 11 წლის. რამდენად მიზანდასახული ხართ? მიზანდა არ მეტყობა? ვერ შემატყე? პირდაპირ ესე მივდივარ და მიზანში ნუ ბოლოს თუ გადარჩა კიდე. გამარჯობა, მე ვარ ქეთევან ქევხიშვილი. 11 წლის მოხარული ვარ, შენ მოხვედი ჩვენს გადაცემაში ტყუილის სახელად ტყუილის გარეშე. რამ შეგაცვლევინა თმის სახეობა? სტილი. თმის სტილი. სიმართლე გითხრა? ესე იგი რა მოხდა? ჩემმა მეგობარმა სტილისტ არიკმა ხერმა შემჭრა კარე მქონდა, რომ თუ გახსოვთ. შემჭრა გრძელი ჩოლკა კარეზე. რომელიც არ მომიხდა და ვიყავი უჟასივით და ნუ მე გავმწარდი, გავბრაზდი, შევაჭრევინე ბიჭურად სულ მოკლეზე თმა და ეს რატო ავიპარსე, ხო? მოკლედ, ეს ბიჭურად რო შევიჭერით, ეს გვერდებში ესე მქონდა და დიდი თავი მაქვს და ისედაც უფრო დიდი მიჩანდა. ნუ ისედაც დიდი მაქვს და უფრო დიდი მიჩანდა და რო ავიპარსე, ხა შედარებით დიდი თავი აღარ მიჩანდა. გამარჯობა. მე ვარ ანანო ხმალაძე. ახალი ხმის იურმალის გარდა სადმე სხვაგან მიგიღიათ მონაწილეობა?
კი, მიმიღია ეს ხო წარმატების ფორმულა ნუცასთან ერთად, რომელიც გადიოდა პირველ არხზე და Golden Talent-ი 2010 და ისა რა ქვია Geostar-ი შემახსენა. Geostar-ი 2007-ზე და Children of Universe არის ესეთი კონკურსი იყო და საბავშვო ევროვიზია სანამ დაიწყებოდა ანუ ამ კონკურსს ეწოდებოდა ესე ვთქვათ საბავშვო ევროვიზია და მან დავიღე Grand Prix და მსოფლიოს ოქროს ხმა. პოპულარული ადამიანი ხართ და ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ მოსწონს თქვენი შემოქმედება, საერთოდ თქვენ არ მოწონხართ და გაკრიტიკებენ. თქვენ რა რეაქცია გაქვთ ესეთ კრიტიკაზე? ვთქვათ, თუ შესწრები ხართ ოდესმე, გაგიuliat ქუჩაში და თქვენზე მიუთითებიათ, რომ ვთქვათ არ მოსწონხართ ან რაღაც არა ესე მითითებით და რაღაცა არა, მაგრამ ნუ არსებობენ ადამიანები, ვისაც არც მე არ მომწონა, არც ჩემი სიმღერა არ მოწონს და მათ მიმართ ანუ შეიძლება ეხლა ვიღაცას ეზიზღებოდეს ეგეთი ადამიანები, ვისაც არ უყვარხარ, მაგრამ არც ზიზღი გამაჩნია, არც პრეტენზია, იმიტომ რომ გემოვნებაზე არ დაობენ პირველ რიგში. მეორე ის რომ საერთოდ არსებობს კარგი და ცუდი, არსებობს კარგი მსმენელი, ცუდი მსმენელი, არსებობს თეთრი და შავი უბრალოდ. ამიტომ მათ შორის განსხვავებას ყურადღება არ უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ცოტა შენ დაიტანჯებიჯობია თვითონ მიაქციონ ერთმანეთს ყურადღება. ნიკოლოზ ივანიშვილი 12 წლის. თქვენ წეგან ახსენეთ რომ მოსკოვში იყავით და რატომ წახვედით იქ და თუ იძულებითი არ იყო წასვლის მიზეზი, მაშინ რატომ ჩამოხვედით უკან? ჩემო კარგო. მოსკოვში ცხოვრობდი ძალიან პატარაობის ასაკში, ანუ 1-დან 5 წლამდე. იმიტომ რომ ჩემი მშობლები იქ იყვნენ, გარკვეულწილად მოღვაწეობდნენ რაღაცებს. ასე რომ მეც პატარა ვიყავი და მიწევდა მშობლებთან ერთად ყოფნა. არანაირი იძულება არ ყოფილა. იმიტომ რომ რა ვიცი, ცხოვრობდი მშობლებთან ერთად. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი მომავალი სცენაზე. მაინტერესებს დარჩები თუ არა საქართველოში თუ წახვალთ საზღვარგარეთ უფრო მეტი ასპარეზი რომ დაიპყროთ. მოკლედ, იქ რო წავალ, თუ მექნება საშუალება. ანუ იმას არ გავაკეთებ, რომ აქედან წავიდე. აქაც ვიქნები. და იქაც, სადაც უფრო მეტი პუბლიკა შეიძლება დავიპყრო და მოვიპყრო და მივიქციო მათი ყურადღება და მოვასმენოთ ჩემი სიმღერა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ საზღვარგარეთაც მივაღწევ წარმატებას, ეს თქვენც გაგიხარდებათ, იმიტომ რომ ქართველი მომღერალი საზღვარგარეთ რაღაც წარმატებას მიაღწევს, თქვენია გულთან ახლოს და ასე შემდეგ და ის რომ რაღაცა საქართველოში აღარც კი გამოვიხედო და მივატოვო ჩემი ქვეყანა, არასოდეს, იმიტომ რომ თუნდაც მაგალითად მოვიყვან იმას, რომ იურმალაში რო ვიყავი, იმდენად მენატრებოდა, რომ ბოლოს აი ამის იყო ფეირვერკები გაუშვირო, თბილისში მივდივარ საქართველოს, აი ესეთი ვიყავი და მართლა არავინ და არაფერი არ მირჩევნია ჩემ ქვეყანას, იმდენად კომფორტული საყვარელი და თბილია ჩემთვის. მარიამ ზვიადაძე 14 წლის. გამარჯობა. თქვენს მეორე მამას როგორ შეეგუეთ? ჩემს მეორე მამას? არაჩვეულებრივად, ჩემს საუკეთესო მეგობარია. შეიძლება თუნდაც მეტი რომ მოვიწყო მის შესახებ. მეორე მამა. პატარა პასუხებით ნუ შემოიფარგლე. ესა შანჯა 12 წლის. აკეთ. შენ ყავდა მეუღლე, ესე ვთქვათ, ხო? ირაკლი, მეუღლე ხო ყავდა თქვენ? ხო. ხო, და რატო ვერ აწყეთ მასთან ურთიერთობა? ეხლა ყავს მეუღლე. და ყოფილ შეყვარებულს ვამბობ მე. რატო ვერ აწყეთ მასთან ურთიერთობა? ავარიდებ რატო? შეგიძლია ორი
ბავშვებო, ხო ხედავთ როგორ კითხებზე არიდებს თავს? შემდეგი კითხვა აბა. დღევანდელი ქართველი მომღერლებიდან რომელს გამოარჩევთ? რომელია თქვენი ფავორიტი? ყველაზე მეტად რომელი? იცი რა არის მე დღევანდელი ქართველი მომღერლებიდან ჩემი მეგობრები ძალიან მომწონს. ნუ ანუ ასევე ახალი ხმის მონაწილეები, რომლებიც ჩემთან ერთად გამოდიოდნენ, ყველა ძალიან მომწონს. მომწონს დუეტ ჯორჯია. ნუ ესე გამოკვეთილად არავინ არ მყავს, იმიტომ რომ რაღაცა ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება იმის, რომ ქართულ ესტრადაზე ვინმე ალბომი გამოუშვას კიდე ახალმა ვარსკვლავმა და ასე შემდეგ. თუ ქართული არა უცხოელი? უცხოელი ვარსკვლავები, ჩემი საყვარელი მომღერალია მაიკლ ჯექსონი, უიტნი ჰიუსტონი, სტივ ვანდერი და ნუ ძალიან ბევრი ბუმბერაზი ვარსკვლავები, იმიტომ რომ კონკრეტულად ერთს არ უსმენ რა. მიმდინარეობებსაც ყველას უსმენ და კონკრეტულად ერთ მომღერალს არ უსმენ, ბევრს უსმენ. თავი კარგი. ნინო კანკია 14 წლის. ნინო ქათამაძეს ხშირად გადარებენ და ხშირად ერევით მასში და თუ გაღიზიანებთ ეს ყველაფერი. ნუ ისე კონკრეტულად რომ ნინოზე მაღიზიანებდეს არა, მაგრამ ნუ როცა სხვა მომღერალს გადარებენ, გამღიზიანებელია იმ შემთხვევაში, რომ შენ სხვა სტილს ვხერი, სხვა ადამიანი ხარ, სხვა სახე გაქვს, სხვა თმა გაქვს, მას სხვა. ამიტომ მანერულად როცა ვინმეს არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ნინოს, თუნდაც გალტონ ლელა ზურწუმიას, თუნდაც მაკას და რატისა ნებისმიერ ჩემ მეგობარს, ვისაც არ უნდა შემადარონ, მეწყინება, იმიტომ რომ მე ჩემი ინდივიდუალურობა მიჭირავს და მომწონს ეს, რომ შემიძლია რაღაც ინდივიდუალური გავაკეთო, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულად გრძნობ მაგ დროს თავს. მოგესალმებით, დანა მარია ფოთქვა 13 წლის. გამარჯობა. მაინტერესებს სახელი დოხლესა, ხო ნიშნავს რამეს თქვენთვის? შესაიდან. როგორ არ ნიშნავს? ეს არის ჩემი ზედმეტსახელი. საიდან იცის? მოკლედ, ეს არის ჩემი ზედმეტსახელი, რომელიც მოვიგონეთ მე და ჩემმა მეგობარმა. როგორ იცი? ჩემი მეგობრის ბავშვი ეძახდა ძროხას დოხლას. და მე დოხლას ვეძახდით ერთმანეთს და მე დოხლესა და არის გარკვეული წრე ჩემი მეგობრების ლევანიკო ნიკუშა ბიჭები, რომლებიც დღემდე მეძახიან დოხლესას. გამარჯობა სალომე, მე ვარ ელენე ბასლანძე. გამარჯობა. ახალი ხმიდან შენი საუკეთესო მეგობარი ვინ იყო? ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო პირველ რიგში დათო ორჩხიძე. და მე ყველა ჩემი გუნდის წევრი. და მე უკვე ყველა, იმიტომ რომ ესე გამორჩეულად ყველაზე გამორჩეულად მეგობრობდი მაკოსთან. ლიკა კოჯაევი 14 წლის. მაინტერესებს თქვენს ახალი ქართული ხმის ყველაზე სუსტი მწვრთნელი რომელია? უი, ამაზე მართლა არ მიფიქრია. მაგრამ ეხლა რო დავფიქრდე შეიძლება? სუსტი მწვრთნელი. ალბათ ის ვისაც ყველაზე ნაკლები მესიჯები მივიდა. ირაკლი გოგუაძე 14 წლის. მაინტერესებს რა გრძნობა და გეუფლათ, როდესაც თქვენი გარანტირებული პირველი ადგილი გადასცეს სხვას. გარანტირებული? მეწყინა მართლა, იმიტომ რომ ძალიან მეწყინა. ძალიან. გულ მეწყინა ძალიან. თუ არა მარინა ბერიძეს ღირსეული ჟიურად. მე არავის არ მეშინია. რა ნერგი. შეიძლება ეხა იფიქრო? რა. ხო გროთი მე ხელი ხوارეთ კივა. როგორ ახარ? ბევრი ბლოკი მედო რა. ჩემს თავზე. ყველაზე ცუდა ქართველი მომღერალი თქვენთვის. We are the world. We are the children.
გამარჯობა, ნუ კალოებუა 9 წლის. მე მაინტერესებს თქვენ რომ არა, თქვენი აზრით ვინ იმსახურებდა ახალ ხმაში გამარჯვებას? მე რომ არა? ყველა. არა. ჩემი ესეც არ მოეხლა. შენ უნდა გითხრა კონკრეტული პასუხი. ვინ იმსახურებდა შენ რომ არა ახალ და ჩემი აზრით იმსახურებდა ნამდვილად მაგდა ვასაძე. რატო? მე ფანი ვარ მაგდას. გამარჯობა, მე ვარ ლიზი გაბელია 8 წლის. რომელ კონკურსში უფრო ნერვიულობდით, ახალ ხმაში თუ იურმალაში? ანუ, ახალ ხმაში უფრო ნერვიულობდი. იმიტომ რომ რაღაცა უფრო ისეთი იყო რა. ხო, დაზაბული, ამაღელვებელი. მარტო ჩემი თავი არ იყო ჩემზე დამოკიდებული, ანუ დათოს წარმატებაც ჩემზე იყო დამოკიდებული და მოგებაც და ყოველ დღე დათოც ნერვიულობდა და მოდიოდა ხოლმე და სალმე ხო კარგად იმღერებ, ყველას გვიკითხებოდა და ბოლოს ფინალი რო იყო, მთელი კვირა ესეთ და დამზდოდა და ხო კარგად იმღერებ, ხელი ხო არ გტკივა, როგორ ახარ და აი, რა ვიცი. ანუ ამ ხელა ადამიანის ნერვები და წარმატება და ყველაფერიც ჩემზე იყო დამოკიდებული და ჩემიც. ანუ ესე ვთქვათ, ბევრი ბლოკი მედო რა. ჩემ თავზე. შენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ახალ ხმაში იყო ნინი ცნობილაძე. გეშინოდათ მისი კონკურენციის? მე არავის არ მეშინია. არ მეშინია. ანიც ქიფურიშვილი 11 წლის. თვლით თუ არა მარინა ბერიძეს ღირსეულში იურად? კი. თვლი. რატომ? ზოგს მარინა ბერიძეს ეშინია, ზოგს არ უყვარს, იმიტომ რომ რაღაცა პირდაპირია, იცით და იმიტომ არ უყვარს. როცა ის ეუბნება კონკურსანტს თუ მონაწილეს, რომ რატო გაქვს თვალები დახუჭული და არ მომეწონა, ის თვლის, რომ ამას იმიტომ ეუბნება, რომ მან შემდეგ გამოასწოროს ეს ყველაფერი და თვალდახუჭული აღარ მღეროდეს და აღარ იდგეს სცენაზე. თუ ეუბნება, რომ ხელს არასწორად იქნევს და ულამაზო ეს პირდაპირ რომ ეუბნება ამას, ცოტა კი უხეშად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ თვითონ მარინას ესეთი სტრატეგია აქვს ალბათ ჩემი აზრით, რომ პირდაპირ უთხრას, რომ შემდეგ გამოასწოროს ის შეცდომა, რასაც აკეთებს მომღერალი. მარიამ თაცმედალი 13 წლის. ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი მომღერალი თქვენთვის? არ ვიცი, არ მიფიქრია მაგაზე. რა ერკითხა. შეგიძლია ეხლა იფიქრო? რა. ეხლა იფიქრო და დაწყვეტო ვინ არის საქართველოს ყველაზე ცუდი მომღერალი. ყველაზე ცუდი? ქართველი ხო? ვაი? რა? ბატონო ხმა, თუ არ ვიცნობ ქართულ შემოქმედებას დიდად ღრმად და ესე. ვისაც იცნობ, რამდენიც გაგიგია ადამიანებიდან, ვინ არის ყველაზე ცუდი? ხუებ ვარ. ავიდებ პასუხს. ალბათ ავარიდებ თავს. ალბათ ავარიდებ თავს. ორი თავის არიდება გამოიყენებ, ერთი დარჩა. შევიდეთ ბავშვებო. გამარჯობათ, მე ვარ მარიამი ჩუკაიძე 7 წლის. შენ მე არ დავისო ცუდ კითხვას ხო? სადა როგორ გაატარეთ ცხელი ზაფხული? ცხელი ზაფხული გავატარებ ნახევარი იურმალაში, ნახევარი თბილისში და ნახევარი ბათუმში. მაინტერესებს გიფიქრიათ თუ არა ოდესმე წონაში დაკლებაზე. ყოველ დღე მაგას ვფიქრობ, არ მწვენი არ ეს მეკითხები.
დიეტები თუ იცით ვინმე, მაგრამ როგორ გავხდა ინფორმაციები მომაწოდეთ. აი? გადაცემის მერე გაგიხსნა. გამარჯობა, მე ვარ ელენე ქარჩხაძე 9 წლის. თუ არის ისეთი რამე ან ვინმე, რისთვისაც სიმღერას დათმობდით? აუ, არა. არ არსებობს, ანუ. არა. იმიტომ რომ ვინც მეტყვის, რომ მე მყავს მეუღლე ხო გითხარით უკვე და ის არასოდეს არ გაიელვებს თავში იმას, რომ მე ამას თავი დავანებო, იმიტომ რომ მან იცის ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია და რო არ ვიმღერო შეიძლება მოვკვდე კიდეც, არ ვიცი, არის სადმე სული ამომძრეს და რაღაც დამემართოს, იმიტომ რომ ვინც მე ამას მეტყვის, რომ არჩევნის წინაშე დამაყენებს, რომ მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ შენთვის თუ ის და ანუ არ აირჩიო მუსიკა და სიმღერა, ის ადამიანი ჩემთვის ცუდი იქნება და ესე იგი მე მას არ უყვარო არ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს არის ჩემი ცხოვრება. მე მინდა შეკითხვა გავიმეორო. შეგიძლიათ ახლა გადაცემის დროს იმღეროთ რაც მოგესურვებათ? კითხვა? კითხვა არის, დასმული შეგიძლიათ თუ არ შეგიძლიათ? შემიძლია. გვიმღერეთ მაშინ. აბა, ვინ აძლევს ხმას We Are The World-ს აწიოს ხელი. და სხვას? წაგეთ ბავშვებო, სამწუხაროდ. კაი, ანუ ესე პირდაპირ აკაპელად ვიმღერო? ო, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა. კაი, მის ამღერზე ამყვებით მაშინ ყველა ერთად, ხო? ხო, მის ამღერზე ყველა აყენებთ. აშით რო გავაკეთოთ? There comes a time when we hear a certain call, when the world must come together as one. There are people dying, it's time to live in the life, the greatest gift of all. We can go on, pretending day by day that someone somewhere we soon make a change. We are all the part of God's great big family. And the truth, you know, love is all we need. We are the world. We are the children. We are the ones to make a better day. So let's start giving. There's a choice we're making. We're saving our own life. The truth will make a better day. Just you and me. ძალიან კარგი. მოკლედ სამი კითხვა გადაგჭირ ბავშვებო. ბოლოს სამი კითხვას დავსვავს და მე სამე უნდა გთხოვ რომ ამ სამი კითხვის შემდეგ ბავშვებს შენი რჩევები მისცე, სულ ცოტა ხანი რომ გაესაუბრო და არიგო შენი გამოცდილება რომ გაუზიარო. რა თქმა უნდა. შენი აზრით საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც შენი ნჭით ბევრს მიაღწევ? გააჩნია ხა რა კუთხით. ბევრს უკვე მივახწია იმას, რომ ხალხს უყვარ ვარ და ჩემთვის მთავარი მიზანი ეს იყო და მინდა რომ ყოველთვის ყველა მიცოდეს რომ ყველა ჩემი გულშემატკივარი და მსმენელი ძალიან მიყვარს და კიდე რამეს თუ მივახწევ ალბათ ეს იქნება რომ არ ვიცი მეც არ ვიცი როგორ მივახციო ალბათ საკუთარ ალბომს რო გამოუშვებ ეს იქნება შემდეგი მიღწევა და ამას აუცილებლად გავაკეთებ შევეცდები რომ აუცილებლად გავაკეთებ. გამარჯობა, მე ვარ ანანა რუსაშვილი 11 წლის. რატომ გადაწყვიტეთ ახალ ხმაში მონაწილეობის მიღება? იმიტომ რომ ხალხისთვის შემიყვარებინა ჩემი სიმღერა, ჩემი თავი და მიმეღწია წარმატებას. ხატია კენჭაძე 13 წლის.
როგორ ფიქრობთ, ანუ მეორეც რომ წახვიდეთ იურმალაზე, ხელახლა ვთქვათ, რას შეცვლიდით? სიმღერას. რომელ სიმღერას? მეორეს. ქართულ? ხო, მეორე სიმღერას. კინტაურს. აი, ძალიან დიდი მადლობა. გითხრები ამწულეთ, აღარ გვაქვს და ეხლა შეგიძლია შენ ბავშვებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარო და არ იქ რაღაცები, არ ვიცი, რაც მე ის უთხარი შთაბეჭდილებები გაუზიარო გადაცემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად რაც შეგიძლია. ბავშვებს ვერაფერს ვერ დავარიგებ, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია რომ გირჩიოთ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს არის რომ ყოველთვის შეეცადეთ აირიდოთ თავიდან უარყოფითი ენერგიები და ასე შემდეგ და შეეცადეთ რომ რაც სიკეთე არსებობს თქვენში ყოველთვის გამოავლინოთ, გამოაჩინოთ და ყოველთვის გაიღიმოთ, იმიტომ რომ როცა თქვენ ამას აკეთებთ, ყველას უყვარხართ, ყველას მოსწონხართ და ყველა დადებითად არის განწყობილი თქვენს მიმართ, ასე რომ აუცილებლად რაც კი სიყვარული გაქვთ, გადმოაფრქვიეთ გარეთ. მოკლედ ძალიან მომეწონა. ბავშვების ინტელექტით ვარ აღფრთოვანებული. ნამდვილად კარგი თაობაა, ბევრი ინფორმაციები აქვთ. კარგი ინფორმაციები აქვთ და როგორც ფიქრობ, ნამდვილად კარგი იქნება ეს გადაცემა გამოდგება იმისთვის, რომ ტყუილი ნაკლები იყოს ნებისმიერ ჩვენ თაობაში თუ მათ თაობაში და მომავალ თაობაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეც სიმართლეს იტყვიან და სიმართლეს გააკეთებენ, მით უფრო უკეთესი იქნება და მე ვფიქრობ, რომ სხვა პოპულარული ცნობილი ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება ეს გადაცემა და მეც ძალიან მაინტერესებს დიდი სიამოვნებით შემდეგი სტუმარი ვინც იქნება ჩავუჯდები ტელეეკრანთან და ვუყურებ დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ თან დადებითი მუხტია ბავშვებისგან სასიამოვნო ესეთი თბილი საყვარელი სახეები და მართლაც რომ ვლოცავ GTS ესეთ გადაცემას.